გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. რაც შეეხება დღევანდელ გაშლის თემას, გვექნება ასეთი გაშლა, ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია და მე მგონი უკვე მივხვდით რაზეც იქნება ლაპარაკი. მინდა უბრალოდ პატარა შესავალი გავაკეთოთ, მეგობრებო. ტაროს სისტემა არის უნიკალური, კარგი მცოდნის ხელში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, სწორად დასმული კითხვებით, ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია. და ჩემოკარგებო, იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ვჯდები ვიდეოს გადასაღებად, რამე გაშლა უნდა გავაკეთო საჯარო სივრცეში გასაზიარებლად, ძალიან ხშირად უბრალოდ თვითონ ტაროს ვეკითხები. რა თემაზე გავაკეთო გაშლა და ზუსტად დღეს თვითონ კარტმა შემომთავაზა ასეთი თემა, დასასრული და დასაწყისი. და ზუსტად ამაში მდგომარეობს ტაროს სიბრძნე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომელი ვიდეოებია ყველაზე ყურებადი, რომელი საკითხები, რომელი თემა, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მოწონება და რა თქმა უნდა კომერციული თვალსაზრისით უფრო მისაღებია ჩემთვის, გავშალო ის თემები და ის საკითხები და ხშირად გავამეორო და ექნება გაცილებით მეტი ნახვა, მაგრამ მე ძალიან განსაკუთრებული მიდგომა მაქვს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით და შეიძლება გაცილებით ნაკლები ნახვები ქონდეს რაღაცა ვიდეოს ამა თუ იმ საკითხს, რომელსაც აი ამ პრინციპით ვშლი და ვეკითხები კარტს, მაგრამ ვიცი რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და იმ თუნდაც ნაკლებად ყურებადი ვიდეოს საშუალებით ვიღაცა იღებს პასუხს თავის მეტად საჭირბოროტო საკითხზე. ეს რისი თქმაც მინდოდა ამ თემის და სისტემის შესახებ დღევანდელ გაშლაში პატარა შესავალი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. გაშლები გვექნება ორ ულამაზეს დასტაზე, განსაკუთრებულ დასტაზე, რატომღაც დღეს მომინდა რომ ეს დასტები გამომეყენებინა. ეს არის ვისავერსას დასტა და წინასწარ დაგაპროგრამეთ, ასე ვთქვათ, გამარჯვებაზე, ცეცხლის 6-იანი წარმატების გამარჯვების კარტი. ვინც არ იცის ამ დასტების გამოყენება, პატარა რჩევასაც მოგცემთ, ვისაც დაინტერესებს და ეს არის ოპოზიციური ტარო. აქაც ჩემოკარგებო ორმხრიანი ნახატებია, იმ განსხვავებით რომ აქვს პერანგი, მაგრამ წაღმა უკუღმა, ასე ვთქვათ, როგორც ჩვეულებრივ ბანკოში ორმხრივად არის ნახატები და თუ კი შეიძენთ ან სურვილი გაქვთ იქონიოთ ეს დასტა და არ იცით როგორ გამოიყენოთ, უბრალოდ ნაჩვევი მოძრაობით აკეთებთ ამ ყველაფერს. ვისავე შემთხვევაში, აი ესე შეგიძლიათ გადააბრუნოთ, ოღონდ უკუღმა ამას არ დებთ, აი ესე ჩვეულებრივად გადააბრუნოთ, როცა აკრიფავთ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ აკრიფავთ, მაგრამ თავარია თქვენ როგორ ხართ ნაჩვევი კარტის ამოღებას და როგორ დებთ. ხო ვიღებთ ესე, როდესაც პერანგი აქვს კარტს, ჩვეულებრივად ვიღებთ კარტს და ვაბრუნებთ, ხო? აი ამ ტექნიკით უნდა მოექცეთ ვისავერსას დასტას და ოპოზიციურ ტაროს ჩვეულებრივად ჩეხავთ ჩემოკარგებო, ჩვეულებრივად იღებთ ამბრუნებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აი ესე აჩეხვის დროს რამოდენიმეჯერ გადააბრუნოთ ეს კარტები, იმიტომ რომ ორმხრივია ნახატი და უკუღმა არ აღმოჩნდება. ჩვეულებრივ კლასიკურ დასტებზე მე უკუღმა არ ვიყენებ უკუღმა კარტებს, ინფორმაცია რაც მოდის ისედაც მოვა, ნეგატივიც და პოზიტივიც ადვილი წასაკითხია. აქედან გამომდინარე ამ უბრუნებულ კარტებს არ ვიყენებ, მაგრამ აი ამ დასტების შემთხვევაში ჩრდილოვანი მხარეები უკვე დატანილია თვითონ დასტაზე და როგორც ამოვა, ისე უნდა წავიკითხოთ. მას ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში? რა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. დასტას ჩეხავთ მანამდე, ვიდრე ხელები არ გაჩერდება, თვითონ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ გაჩერდეთ. ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. მაშინ ასე რა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში? პირველი ვარიანტი. ძალიან კონკრეტული საკითხია, ძალიან წასაკითხად მარტივი, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ვერსია და ბევრი ან არ გვაქვს ამ ვარიანტში. დასრულდა მოლოდინი, რომელიც ოჯახის თემასთან არის დაკავშირებული,
და ეს ყველაფერი უკავშირდება ოფიციალურ სტრუქტურებს. აქ შეიძლება იყოს ქონებრივი დავა სასამართლოში, აქ შეიძლება პატიმარ ახლობელზე იყოს ლაპარაკი და სასამართლო გაიმართა და დასრულდა თქვენთვის სასურველი შედეგით, ჩემო-კარგებო, და მთავარი მესიჯი აი ამ კომბინაციიდან არის, რომ დასტაბილურდა თქვენი ცხოვრება. ამას ელოდებოდით, იცოდით, შეიძლება ეს უკვე დამდგარი ფაქტია, შეიძლება აი ესაა დასრულდება სულ რამოდენიმე დღეში იმ პერიოდში, როდესაც თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ. ზოგი შეიძლება პოსტფაქტუმ უყურებს, ეს უკვე დამდგარი ფაქტია. ანუ დასრულდა რაღაც იურიდიული პროცესები, სამართლებრივი პროცესები თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ რა საწყისი, რა დაიწყება ახალი, ანუ ეს დასასრული რას მოიტანს. ყველაფერი დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია და რა დაიწყება, რა მოვლენები დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. მზე რამოდენიმეჯერ გამეხლართა ხელებში, ასე ვთქვათ და ბოლოს განმოხდა თვითონ ბედნიერების დასაწყისი, ჩემო-კარგებო, და ზუსტად აი ვისავერსას დასტაზე ეს ერთი მხარე არის წაღმა მხარე, ასე ვთქვათ. აქეთ არის ცოტა ჩრდილიანი ბედნიერება, რაღაცა უსიამოვნო ნიუანსებით, პატარა ხინჯებით, მაგრამ თქვენ შემთხვევაში გადმოვარდა ზუსტად ასე. წაღმა მხრიდან, ასე ვთქვათ. ბედნიერების დასაწყისია ეს დასასრული, რა თქმა უნდა, და რაში მდგომარეობს ეს ბედნიერება. ჩემო-კარგებო, ეს ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ რისიც გეშინოდათ, თქვენ სისტემატიურად რაღაცის შიში გქონდათ, ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაშიც კი იყავით, ეს ყველაფერი დასრულდება და კონკრეტულად თქვენი ბედნიერება უკავშირდება ადამიანს, ანუ დაიწყება ის ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ეს ყველაფერი შიში, ბრძოლა, აგრესია თქვენს მიმართ მომართული და ასე შემდეგ ნეგატიური მოვლენები თქვენს ცხოვრებაში დასრულდება და დასრულდება კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, ან კონკრეტული პიროვნების დახმარებით. ეს ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს და შესაძლებელია თქვენვე გააკეთოთ სწორი არჩევანი და ეს იქნება საწინდარი თქვენი ბედნიერების. მინდა დავაკონკრეტო მაინც რაშია საქმე. აქ არის ლაპარაკი ბალანსზე, თანასწორ ურთიერთობაზე და ახალ საწყისებზე. როგორც ჩანს, ჩემო-კარგებო, გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი, რომელიც წერტილს დაუსვავს თქვენს წარსულს, აი ნეგატიურ წარსულს, შიშებს, დეპრესიებს, სტრესებს, უძილობას, აგრესიას თქვენს ცხოვრებაში. ამ ყველაფერს კონკრეტული პიროვნება დაუსვავს წერტილს. გილოცავთ, ჩემო-კარგებო, ძალიან კარგი პროგნოზი ამოვიდა და ვნახოთ მეორე ვარიანტი. ვნახოთ ოპოზიციურ ტაროზე. ამას როგორც გასწავლეთ, ვაბრუნებთ ესე, კარგად აირიოს. და ვნახოთ რა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ყოყმანი დასრულდა, ჩემო-კარგებო, და აქაც დასტის ძირზე მზე გვაქვს. ტყუილად არ მოუცია ტაროს ეს თემა, როგორც ჩანს. ვიღაცისთვის ბედნიერების מחარობელი ვარ და სულ ყველას ჩემ მაყურებელს გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას, წერფელი გულით. მინდა რომ ყველა თქვენგანი სათითაოდ იყოს ბედნიერი, წარმატებული და გავაგრძელოთ განხილვა ამ ვარიანტის. დასრულდა თქვენს ცხოვრებაში ყოყმანი, აი ძალიან დიდი ხანი გატკეპნილი, გაჟეჟილი რაღაცა სიტუაცია გაქვთ,
რომელსაც ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, მეორდები, ვერა და ვერ მოაბით თავი, ანუ რაღაცა გადაწყვეტილების მიღება, მძიმე არჩევანი, რაღაცა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. თითქოს ხელფეხი გქონდათ შეკრული და ვერ გაეშვით ამ სიტუაციიდან. მიუხედავად იმისა, რომ გქონდათ გეგმები, ხშირად აწყობდით, ასე ვთქვათ, მონახას და გეგმებს თქვენს გონებაში, როგორ უნდა გადაგედგათ ეს ნაბიჯი, გაგეკეთებინათ კონკრეტული არჩევანი, მოქმედებაზე გადასულიყავით, მაგრამ ეს დროში ძალიან გაიწელა და როგორც ჩანს, დასრულდა ეს ყველაფერი, მიიღეთ გადაწყვეტილება, გააკეთეთ არჩევანი და ვნახოთ კიდე რაზეა აქ ლაპარაკი, რა არჩევანზე. ანუ ბარიერები შეიძლება ვიღაცა გიშლით ხელს, გიშლიდათ, გებრძოდათ. გასაგებია, ჩემო კარგებო, აი აქ ის მომენტია, რომ აი, როდესაც თქვენ ამ ვიდეოს უსმენთ, ეს უახლოესი 2-3 დღე, მაქსიმუმ 1 კვირა, ან აი ვიდეოს მოსმენიდან აი ერთ კვირაში მაქსიმუმ ეს ყველაფერი უნდა აბსოლუტურად განულდეს ეს სიტუაცია და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ჯოკერი დასტის ძირზე, სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ყველაფერი და რაღაცა კონკრეტული ვითარება არ განაპირობებს ამას, რომ აი რა საშუალებით დასრულდა ეს ყველაფერი ან სრულდება. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ სამყარომ შეგიქმნათ ის სიტუაცია თქვენს გარშემო და ენერგიები ისე მოქმედებს თქვენს სივრცეში, რომ გაქვთ მოქმედების საშუალება, ანუ ხელსაყრელი პერიოდი დაგიდგათ იმისთვის, რომ აი ეს თქვენი დროში და სივრცეში გაწელილი პრობლემა, გადაუჭრელი საკითხი უნდა გადაიჭრას, იმიტომ რომ ბარიერების გრევის ყველა პირობა გაქვთ. და ამას ჩემო კარგებო, თითქოს გაურბიხართ, ინტუიცია თქვენი საკმაოდ მაღალ დონეზეა, შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ დროა იმოქმედოთ, მაგრამ თითქოს აი რაღაცნაირად უგულველყოფთ ამ შინაგან ხმას. და არენდობით თითქოს თქვენს ინტუიციას, ან ყურადღებას არ აქცევთ. გაქვთ ყველანაირი მინიშნებები, შეიძლება ბევრ თქვენგან სიზმარში აქვს ნანახი, რომ აი ეს ეტაპი დადგა და აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. გადიხართ ტრანსფორმაციაში, ჩემო კარგებო. და გამოჩნდება ადამიანი მახარობელი იმისა, რომ თქვენ და შეიძლება მეც ვიყო სულაც ეს მახარობელი. აი აქ პენტაკლების ხუთიანზე ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა დატანილი მტრედი, მშვიდობის მახარობელი, მაუწყებელი. გეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედოთ ხელსაყრელი პერიოდია და ნუ გადადებთ არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას, რადგან შეიძლება ესეთი შანსი დიდი ხანი აღარ მოგეცეთ. ყველასთვის იქნება ინდივიდუალური, მაგრამ მე მგონი სიგნიფიკაციაში უკვე გასაგებია და ამოიცნობს ყველა თავის თავს, ვისთვისაც რეზონირდა. ნუ წელავთ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ დიდი ალბათობით უმრავლესობა თქვენგანი უკვე პოსტფაქტუმ უყურებს ამას, ანუ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან კითხვაც ზუსტად ეს გვაქვს, რა დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ რა დასაწყისი არის, დასაწყისია ეს დასასრული. ჩემო კარგებო, პირველ რიგში ეს დასასრული არის იმის დასაწყისი, რომ სამყარო თქვენთვის აღარასდროს იქნება როგორც აქამდე იყო და მით უმეტეს ის კონკრეტული სფერო, რომელ სფეროშიც ჰქონდათ პრობლემები და ვერ იღებდით გადაწყვეტილებას. სრულიად შეიცვლება თქვენი სამყარო, სხვანაირად აღიქვავთ ყველაფერს, მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ წარსულიდან მაინც თითქოს გებრძვიან აი ეს ბარიერებს, ვინც გიქმნიდათ კონკრეტული პიროვნებაზეა უფრო ლაპარაკი, რომ ვიღაც გებრძოდათ და რაღაც შეიძლება ტოქსიკურ ურთიერთობაშიც იმყოფებოდით და ვერ გამოდიოდით აქედან და შეიძლება წარსულმა ხშირად შეგახსენოთ თავი, მაგრამ ეს წარსული ვეღარ იქონიებს თქვენზე გავლენას,
თქვენ სრულიად შეცვლით 6-იანი ხმლების ჩემოკარგებო სხვა მიმართულებით მიდიხართ და აქაც ნახეთ როგორ ამოვიდა ოპოზიციურ ტაროზე, ანუ წაღმამხრით ამოვიდა თქვენთან, მიდიხართ განთიადისკენ, ახალი მომავლისკენ, წეღანაც დასტის ძირზე ჯოკერი ქონდა სუფთა ფურცლიდან დაწყება და აი თუ ამოვაბრუნებთ, ესე თუ ამოვიდოდა პრობლემატური იქნებოდა აქ დამტრეული ნავი, დამშრალი ზღვა. თუ მდინარე არ იქნებოდა რა თქმა უნდა კარგი ნიშანი, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ამოვიდა წაღმა მხარეს. საერთოდ ცვლით თქვენს ცხოვრებას და ეს დასასრული იქნება იმის დასაწყისი, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში იქნებით. ბალანსი საკუთარ ემოციებისთან, საკუთარი თავის პატივისცემა, მეტი სიყვარული საკუთარი თავის და სასარგებლო ეგოიზმის დასაწყისი იქნება თქვენს ცხოვრებაში. იცვლებით თქვენ აი ეს დასასრული ახალი თქვენის დასაწყისი, ანუ ახალი მე რომ თქვა, ეხლა ჩემ თავზე რომ გადმოვიტანო, თქვენს მიიღებთ ახალ საკუთარ თავს, უფრო ძლიერს, უფრო გაწონასწორებულს, მშვიდს და რაც მთავარია სამართლიანს საკუთარ თავთან, როგორც ჩანს, ძალიან უსამართლოდ ექცეოდით და თუ კი სხვები გექცეოდენ უსამართლოდ, თქვენ ამას მისაღებად თვლიდით, ალბათ ესეა საჭიროო, თვითშეფასება როგორც ჩანს გაგინადგურეს და დადგა დრო, რომ თქვენი თვითშეფასება ამაღლდეს და საკუთარ თავს იმდენი პატივის სცეთ, როგორც გეკუთვნით და უფრო მეტიც იქნებით კომფორტულად საკუთარ თავთან და ეს არის თქვენი ბედნიერების დასაწყისი. გილოცავთ ჩემოკარგებო, ორივე პროგნოზი მართლაც ძალიან კარგი იყო, ძალიან სასიამოვნო, ტყუილად არ მითხრეს ჩემმა საყვარელმა ტაროს კარტებმა, რა თემა უნდა გამეშალა, შემთხვევით არასდროს არაფერი არ ხდება და იმედი მაქვს მინიმუმ 2 ადამიანს 2 ვარიანტში საკუთარ თავში რწმენა ჩაუსახე, მივეცი უკეთესი მომავლის იმედი და რა თქმა უნდა ადამიანის განწყობაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, თითქმის ყველაფერი და გისურვებთ რომ მეტად გიყვარდეთ საკუთარი თავი, დააფასოთ საკუთარი თავი და როგორც თქვენ სცემთ საკუთარ თავს პატივს, ისე დაგაფასებენ სხვები. მომავალ შეხვედრამდე ველოდები გამოხმაურებას, რამდენად საინტერესო იყო ვიდეო და რა თქმა უნდა თამამად შეგიძლიათ სასურველი თემები შემომთავაზოთ კომენტარებში და შევეცდები გავშალო, მაგრამ აი ძალიან გთხოვთ, ეს რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისია და თუ ვინმე ბოლომდე უსმენს და ისეთები, რომლებიც რატომღაც თავისუფლებას აძლევენ კომენტარებში დამისვა პირადი კითხვები, მე ნამდვილად არ მცალია იმისთვის და არც სურვილი მაქვს სიმართლე გითხრათ, რომ დავჯდე და კომენტარებში დაწერილ კითხვებზე ვაკეთო გაშლები და ყველას, ვისაც მოესურვება, გავეცე პასუხი. ეს ასე არ მუშაობს, ასე არ ხდება და სამწუხაროდ YouTube-ზე ძალიან დიდი ხანია პირდაპირ ჩართვა არ მქონია, უფრო TikTok-ზე და ისეც რამოდენიმე თვეში ერთხელ, როდესაც ვარ პირდაპირ ეთერში, მაშინ გაქვთ, რა თქმა უნდა, უფლება და შემოდივარ იმისთვის, რომ დამისვათ პირადად კითხვა და გიპასუხოთ თქვენს კითხვაზე და დანარჩენ შემთხვევაში, აი ეს პირადი ისინი, რომ თან კომენტარებში აი ამაზე მიპასუხე, ეს ნამდვილად არასწორია და არასასიამოვნოა, თავს რაღაცნაირად შეურაცხყოფილათაც გრძნობ, რომ აი ოფიციალურად რა ესე გამოდის და მე ესეთ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ ნამდვილად არ გავატარებ და არავის მივცემ უფლებას ასე გამომიყენოს. ბოდიშით რომ ბოლოში ეს რაღაცა ცოტა ისეთი თემებზე ვილაპარაკე.